გამარჯობა ბატონ ზურაბ და მადლობა რომ ჩვენ გამარჯობა მოგესალმებით თქვენს მაყურებელს ბატონ ზურაბ დღესაც ვიწყებთ უკრაინის თემით ვინაიდან და რადგანაც მოვლენები ყოველდღიურად ვითარდება აი რამდენიმე საათის წინ CNN-მა დაწერა თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის. გადაწყვეტილება არის პირდაპირი პასუხი გასულ კვირას ზელენსკის თეთრ სახლში ქცევაზე. შეჩერება შესაძლოა გაუქმდეს, თუ ზელენსკი გამოავლენს ვალდებულებას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებისადმი, ასეთია თეთრი სახლის ოფიციალური პირის განმარტება. აი რას ცვლის ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ხომ არ გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატები ზელენსკიზე ერთგვარ თუ პირდაპირ ზეწოლაზე. ზეწოლა რა თქმა უნდა არის და ეს გამოწვეულია იმით რომ პუტინს ტრამპს ჰქონდა წინასაარჩევნო დაპირება ცეცხლის ძალიან მალე შეწყვეტის თაობაზე გახსოვთ ერთ დღეში შეწყვეტას პირდებოდა ის ამორჩეველს რა თქმა უნდა ვერც ერთ დღეში და ვერც ერთ თვეში ეს ვერ მოხერხდებოდა და ასევე დავინახეთ რომ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს არც რაიმე გეგმა არის წარმოდგენილი ვინმეს უნახავს გეგმა სამშვიდობო ანუ მუხლების მიხედვით გაწერილი არავის არ უნახავს ასეთ გეგმა არ არსებობს და ახლა ზელენსკიზე ხორციელდება ზეწოლა რათა ის მაქსიმალურ დათმობებზე დაითანხმონ აქ თავარი არის არა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი ცეცხლის შეწყვეტა შედარებით ადვილი თემა არის არამედ გარანტიების ჩვენ ვიცით როგორი არასანდო პარტნიორი არის რუსეთი რამდენჯერ არაფრად ჩააგდო მან ხელმოწერილი შეთანხმებები ჩვენთან მიმართებაშიც საქართველოს ეს პირველი რესპუბლიკასაც ეხება მე აფხაზეთის ომს ეხება და იგივე უკრაინასთან მიმართებაში ხო ბუდაპეშტის შეთანხმება ყველას გვახსოვს რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უკრაინის ატომური ბირთვული იარაღისგან ასე ვთქვათ ჩავართვების სანაცვლოდ ტერიტორიულ მთლიანობის უზრუნველყოფას რომელზე ხელმომწერიც რუსეთი იყო და თვითონ დაარღვია ხო ეს ხელშეკრულება ამიტომ და იგივე მინსკის შეთანხმებები ამიტომ რუსეთი არ არის სანდო, ამიტომ ზელენსკი ითხოვს გარანტიებს და ამიტომ ეს საკითხი არის მთავარი. მათ შორის იგივე ევროპელების ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა სულ ახლახანს. სწორედ ამ საკითხზე მიდის მსჯელობა, რომ აუცილებელია იქ არსებობდეს ადგილზე წარმოდგენილი ევროპული ძალები, რომლებიც აღარ მისცემენ რუსეთს შემდგომში საბრძოლო მოქმედებების განახლების საშუალებას. რუსეთს ახლა სჭირდება ეს პაუზა იმისთვის, რათა ძალები მოიკრიბოს და მერე ახალი ძალები შეუტიოს. აი ევროპელებში გაჩენილია შიში, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა შესაძლოა უკრაინის საკითხზე ისეთ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც არ შედის უკრაინის და მათ შორის ევროპის ინტერესებში. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაურიგდება ტრამპი რუსეთს და რა შეიძლება იყოს ის, რაზეც ვაშინგტონი მოსკოვთან შეიძლება გარიგდეს? ვერავითარ შემთხვევაში რუსეთი და შეერთებული შტატები უკრაინის საკითხზე ვერ მოილაპარაკებენ, თუ იქ არ იქნება უკრაინა წარმოდგენილი. ანუ უკრაინის ინტერესები როგორ იქნება იქ დაცული, ხო, თუ არ იქნება თვითონ უკრაინა წარმოდგენილი, თუ არ იქნება ევროპის ქვეყნები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე და ევროპის უსაფრთხოებას ეხება. რუსეთს და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ისაუბრონ და მოილაპარაკონ სხვა საკითხებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე, იქ საელჩოების, საკონსულოების ფუნქციონირების საკითხზე რაც დაწყებული არის კიდეც მოლაპარაკება, სხვათა შორის ისიც არ მიდის მარტივად. თითქოს ხო ადვილი საკითხი არის, მაგრამ არც ის მიმდინარეობს მარტივად, იმიტომ რომ რუსეთი ყველამ ვიცით, რომ ამ დიპლომატიურ ქსელს იყენებს ხოლმე თავის სადაზვერვო საქმიანობისთვის. საკითხი არის ასე, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის საკითხზე ვერავინ ვერ მოილაპარაკებს. ტრამპი პუტინის ურთიერთობებზე მინდა ისე ვკითხოთ, ტრამპს გუშინაც დაუსვეს კითხვა, როგორ უპასუხებდა ბრალდებებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკა რუსეთის ასე ემთხვევა. ტრამპის პასუხი ასეთი იყო, მშვიდობისთვის საჭიროა ორივე მხარე, აუცილებელია შეთანხმება უკრაინასთანაც და რუსეთთანაც, ასევე ევროპასთან და ამერიკასთან. თუ ისტორიას დავხედავთ, ბუშის ადმინისტრაციის დროს რუსეთმა წაიღო საქართველო, ობამას დროს მათ ყირიმი და დიდი საზღვაო ბაზა წაიღეს, ტრამპის დროს კი მათ არაფერი წაუღიათ.
ბაიდენის დროს კი უკრაინაში ომი გაჩაღდა. რაც მე მივეცი, უკრაინას იყო ჯაველინები და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. და ამბობენ, რომ რუსეთთან ახლოს ვიყავი, მე მათ არაფერი მივეცი, მხოლოდ პრობლემები. ეს არის ტრამპის განცხადება, რომელიც გააკეთა მან ჟურნალისტებთან საუბარში. რამდენად დამაკმაყოფილებელია ტრამპის პასუხები, რამდენად ახერხებს ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუსეთისადმი მისი ლოიალური პოლიტიკის თაობაზე მოხსნას კითხვები და მეორე მხრივ რამდენად სწორად ხატავს ის ისტორიულ, ასე ვთქვათ, პროცესებს. ეს უფრო შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური საკითხია და რატომ და არა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხი და რატომ? იმიტომ რომ წელიწადნახევრის შემდეგ იქნება შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები და იქ ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატების და რესპუბლიკელების შეჭიდება და ერთ-ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, უკრაინის თემაც იქნება, რუსეთთან ურთიერთობის თემაც იქნება. ამიტომ ცდილობს ტრამპი მაქსიმალურად დისტანცირებას ვერბალურად მაინც, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინას ემხრობა და რუსეთის მოწინააღმდეგეა. ჩვენ ხედავთ ახლა დემოკრატების ერთსულოვან პროუკრაინულ განწყობებს პოზიციას და ასევე დემოკრატების ერთსულოვან განწყობას უკრაინის მიმართ და ასევე რესპუბლიკელებშიც გაჩნდა უკვე განსხვავებული მოსაზრებები რუსეთ-უკრაინის თემასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციის გამო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ტრამპი შეეცდება, რომ ასეთი სურათი შექმნას ან წარმოაჩინოს, რამდენად გამოვა ეს ცალკე საკითხია, იმიტომ რომ ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და სადამდე შეიძლება მივიდეს ძნელად პროგნოზირებადი არის. იგივე ვთქვათ, შეიარაღების მიწოდების საკითხი კი უკრაინას აქვს დაახლოებით 55%-ს თვითონ აწარმოებს იმ შეიარაღებს, რასაც ომში იყენებს, დანარჩენ 45%-ს ინაწილებენ ევროპა და შეერთებული შტატები. ახლა მთავარი საკითხი არის ის, რომ ის რამდენიმე თვიანი მარაგი რაც აქვს უკრაინას დაგროვილი შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების, თუ ეს შეჩერდება, მერე ევროპამ შეძლოს მთლიანად თუ არა ნაწილობრივი მაინც ჩანაცვლება იმისი. შეუძლია აქვს ევროპას ამის რესურსი. რაღაცეების აქვს, მაგრამ რაღაცეების რესურსი არ აქვს. მაგალითად, იგივე პეტრიოტების რაკეტებს ვერ აწარმოებს, ხო, ეს პეტრიოტი შეერთებული შტატებისა. ნუ სხვა ფორმულა შეიძლება გამოიძებნოს, რომ ევროპა მიყიდოს შეერთებული შტატებისგან და მერე მიყიდოს ან გადასცეს უკრაინას, მაგრამ აქაც შეიძლება პრობლემები აღმოჩნდეს, რომ შეერთებულმა შტატებმა ასეთი ნებართვა არ მისცეს, მაგრამ მეორეს მხრივ თუ შეზღუდებს და აწესებს შეერთებული შტატების საკუთარი შეიარაღების ევროპული ქვეყნებისთვის მიწოდებაზე, მაშინ შეერთებული შტატების სამხედრო სამრეწველო კომპლექსი აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში. კორეას და ჩრდილოეთ კორეას და ირანს ხო ვერ მიყიდის იმ შეიარაღებას და ამდენ შეიარაღებას არ უნდა წაიღოს, ხო? კარგი, ევროპაზე ცალკე კითხავთ, თუმცა იქამდე ზელენსკისა და ტრამპს შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ვისაუბრებთ. ერთგვარად, არ ვიცი, ხვეწნის რეჟიმშია თითქოს ჩაყენებული ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინა. არ ვიცი, ევროპელი ლიდერების მოწოდებით თუ მათ გარეშე ზელენსკის უკვე ყოველდღიურად უწევს განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. აი ბოლოსმა რამდენიმე საათის წინაც გააკეთა ანალოგიური შინაარსის განცხადება. ჩვენ ომი უნდა შევაჩეროთ და უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფთ. მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ამერიკის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. აი რა ქვია იმ მდგომარეობას, რაშიც ტრამპმა ჩააყენა ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ამერიკის ახალი პრეზიდენტის მხრიდან ვთქვათ მომგებიანი პოლიტიკური ნაბიჯი უკრაინელი კოლეგის მისამართით. როგორც აღანაც თქვით, ეს არის ზეწოლა იმისთვის, რათა მაქსიმალურ დათმობებზე დაითანხმოს ზელენსკი, მაგრამ აი თქვენს მიერ წაკითხულ განცხადებაში ჩანს, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის მნიშვნელოვანი. უკრაინა ვერ იქნება მშვიდად, თუ ცეცხლი მხოლოდ შეწყდება და არავის ეცოდინება, როდის განახლდება საბრძოლო მოქმედებები და რუსეთისგან ეს რომ მოსალოდნელია, ამაზე ყველა თანხდება დედამიწის ზურგზე. ინვესტიციას არავინ ჩადებს თუ არ იცის ხვალ რა მოხდება. ტოლვილები არ დაბრუნდებიან თუ მათ არ ექნებათ გარანტია, რომ მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ეს არ არის მხოლოდ თქვათ ჭურვების როლის საკითხი ტექნიკურად, ეს არის
ძალიან ბევრ რაღაცაზე მიმული. იგივე ვთქვათ, ევროკავშირთან მოლაპარაკების თემა, იგივე ვთქვათ, არჩევნების ჩატარების საკითხი და ასე შემდეგ. ხლა არჩევნების ჩატარების საკითხზეც მოგეხსენებათ, ხშირად საუბრობენ ამ თემაზე, მაშინ როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ლეგიტიმური ვერ იქნება უბრალოდ არჩევნების ჩატარება. უკრაინის კონსტიტუციითაც აკრძალული არის არჩევნების ჩატარება ასეთ სიტუაციაში და ლოგიკურადაც შეუძლებელი არის. მაგალითად, იქ სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, წინასაარჩევნო კამპანია როგორ უნდა აწარმოონ, ჯარისკაცებმა როგორ უნდა მისცენ ხმა ფრონტის ხაზზე. ტოლვილებმა რა უნდა ქნან, რომელიც მთელ მსოფლიოში არიან გაფანტული და ასე შემდეგ, ხო, რომელიც შეიძლება ბევრგან აღრიცხულიც არ არის, ხო. ძალიან ბევრი საკითხი არის, რომლის გამოც ეს ცარიელი ცეცხლის შეწყვეტა ვერ იქნება. რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს იმისი, რომ ხვალ რუსეთი მთელი ძალებით არ შეუტევს თქვა და არ შეეცდება ხელახლა კიევის აღებას მთლიანი უკრაინის ოკუპაციას. აი შეძლებს უკრაინა ამ გარანტიების წამოღებას, როგორ ფიქრობთ, აი ამ თემაზეც რომ ვისაუბროთ და ამ კონტექსტში თვითონ დონალდ ტრამპმა გუშინ რამდენიმე კომენტარი გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიზე, ჯერ ზელენსკის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, ტრამპმა გაბრაზება ვერ დამალა და სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა. ეს არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი. ამ ბიჭს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება. ეს იყო ტრამპის ერთ-ერთი კომენტარი, რასაც უკვე მედიასთან გაკეთებული განცხადებებიც მოყვა. ჟურნალისტებთან მან ბევრი რამ თქვა, მათ შორის ის, რომ უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის. გაბრაზებულია დონალდ ტრამპი, აი გაბრაზებული დონალდ ტრამპი რაზეა წამსვლელი, ახლა მოდით ასე ვკითხავთ და არ ვიცი, უკრაინა შეძლებს უსაფრთხოების გარანტიების წამოღებას თუ ტრამპი შეძლებს საბოლოო ჯამში ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობებით, რა პირობებიც ესე ვთქვათ, თვითონ მისი მხრიდან დევს მოლაპარაკების მაგიდას. გაბრაზებაზე მეტად პოლიტიკაში მნიშვნელოვანი არის კონკრეტული გადაწყვეტა ამა თუ იმ მიმართულების საკითხის და ამ შემთხვევაში აი, როდესაც გარანტიებს ვსაუბრობთ, შეერთებულ შტატებს ღიად აქვს განაცხადებული, თვითონ არ იქნება გარანტორი და ამას ყველა შეგუებული არის, იგივე უკრაინაშიც და ევროპაშიც. და ამიტომ არის საუბარი, რომ იქ ევროპული ნაწილები ჩადგნენ, მაგრამ ამას არ თანხმდება პუტინი. ეხლა ჩვენ საუბრობთ სულ უკრაინაზე, მაგრამ რას თმობს რუსეთი, მაგაზე არ ვსაუბრობთ, ხო? რუსეთი არაფრის დათმობასაც არ აპირებს. პირიქით, უკრაინის ჯარების გაყვანას ითხოვს იმ 4 ოლქიდან, რომელიც საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა. ისეთი ადგილებიდან გაყვანას ითხოვს, სადაც არასოდეს რუსიის ჩექმა არ დამდგარა, ანუ ოკუპაცია არ შეხებია, ერთი. მეორე და ამას ვერავინ ვერ დათანხმდება უკრაინაში, რაც არ უნდა მოიყვანონ, ანუ ძალით შეცვალონ იქ პრეზიდენტი, რაც შეუძლებელი არის, ხო? მეორე და მთავარი, როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მისი მიზანი არ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოკუპაცია. მისი მიზანი იყო და არის და მომავალშიც იქნება მთლიანი უკრაინის ოკუპაცია, რათა აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ამიტომ მისთვის ევროპული ჯარების ჩაყენება გამყოფ ხაზზე არის საბოლოოდ უღარის თქმა საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, რასაც რუსეთი არ და ვერ დათანხმდება იმ პირობებში, როდესაც მის სათავეში არის პუტინი. ჩვენ საუბრობთ მხოლოდ უკრაინაზე, მაგრამ რუსეთის მხარე გვავიწყდება და რუსეთის მხარე არაფერ დათმობაზე არ არის თან. შესაბამისად, რა ვიცი, რა პერსპექტივა შეიძლება ქონდეს მაშინ, აი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მისვლას, შეთანხმების მიღწევას, რაც ტრამპის ნომერ პირველი ამოცანა ახლა საგარეო ველზე. ხო, ეს ძალიან ძნელად მისაღწევი საკითხი არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ იქ უნდა ჩადგნენ ევროპული ნაწილები. რასაც თვითონ ევროპული ქვეყნები უკვე მზადყოფნას გამოთქვავენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავენ, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შემდეგ ევროპულ ქვეყნებში შანსი რომ შეთანხმება საერთოდ ვერ შედგეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე არსებობს? არა, შანსი ყველაფერის არსებობს, საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიაში არ არსებობს ასე ვთქვათ, საკითხი, რომელიც შეიძლება ვერ წარმოვიდგინოთ. ყველანაირი კონფიგურაცია შეიძლება დაჯდეს, მაგრამ ძალიან მე იმას ვუსვავ ხალხს, რომ ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ რუსეთი რაიმე სახის რეალურ მშვიდობაზე დათანხმდეს. მას შეიძლება ეს ვერბალურად ხშირად განაცხადოს, რომ მშვიდობის მომხრეა და ასე შემდეგ, მაგრამ
მისი სიტყვა და საქმე არასოდეს ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე. ახლა პუტინი გრძნობს იმ სისუსტეს და იმ ბზარს, რომელიც გაჩნდა დასავლეთში და მაქსიმალურად ცდილობს ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. რამდენად გამოუვა მას ეს სხვა საკითხი არის, მაგრამ ის ამას შეეცდება ყველანაირად. ბატონო. ტრამპის და ზელენსკის ურთიერთობებთან დაკავშირებული თემა რომ ამოვწუროთ, კიდევ ერთი კითხვა, კიდევ ერთი პრეტენზია აქვს ტრამპს და მის ახალ გუნდს, მის გუნდს ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით, ამერიკის ახალ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ზელენსკის და უკრაინის მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ არ არის სათანადო. არ ვიცი, ერთ-ერთი პირველი კითხვაც კი თეთრ სახლში დებატებისას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან სწორედ ეს იყო ზელენსკის მისამართით, ხო ერთხელ მაინც თუ გითქვამს მადლობა და გამოგიხატავს მადლიერება. რამდენად ეშლება, მოდით ამ კითხვასაც დაგისვათ, რამდენად ეშლება ზელენსკის ამ თვალსაზრისით, რამდენად უნდა იყოს ამერიკისა და ამერიკის ხალხისადმი მისი მადლიერება უფრო ესე თქვა მეტად გამოხატული, ვიდრე ამას ზელენსკი გამოხატავს. სხვათა შორის თვითონ ამერიკელმა ჟურნალისტებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ 37 ჯერ თუ 38 ჯერ აქვს მადლობა. ეს საკმარისია 3 წლის განმავლობაში. ახლა 3 წლის მადლობების დათვლა, რა ვიცი რა, ეს არის არ ვიცი რა. ამოჩენება არის, მაგრამ პრობლემაა თუ არა ის, რომ ზელენსკი ამ თვალსაზრისით ზელენსკიმ ბოლო ინტერვიუებსაც თუ შეხედავთ, ყველგან მადლიერება გამოხატა, მაგრამ ახლა ის რომ ეგ დაახლოებით იმას გავს პიჯაკი რატო არ გაცვია და ხასტუკი რატო არ გიკეთია. ნუ ახლა შარის მოდება თუ გინდა, ყველაფერზე შეიძლება შარის მოდება, იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ აი ზელენსკისთან ოლაპარაკება არ შეიძლება და უნდა შეიცვალოს თითქოს და ამ შეცვლას უკრაინელი ხალხი წყვეტს და არა სხვა ვინმე და ვერავინ ვერ გადაწყვეტს ვინ იქნება უკრაინის ხელმძღვანელობა თუ არა თვითონ უკრაინელი ხალხი. და უკრაინის მოქალაქეები. სხვათა შორის თუ აქამდე არსებობდა რუსეთის იმედი და გეგმა, რომ აი არჩევნების გზით ზელენსკი შეეცვალა და ქართული ოცნების მსგავსი ძალა მოეყვანა უკრაინაში, რომელიც უმშვიდობაზე ილაპარაკებდა, სულ ილაპარაკებდა იმაზე, რომ რუსეთს უნდა დაელაპარაკონ, რომ უნდა დაუთმონ და ასე შემდეგ. აი ამ ბოლო მოვლენების შემდეგ ზელენსკის იმდენად გაიზარდა მისი რეიტინგი, რომ ძნელად წარმოსადგენია უახლოეს ხანში იქ რაიმე მსგავსი სცენარის გამეორება, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. ბატონო, უშუალოდ ოვალურ კაბინეტში მომხდარზეც მოდით ერთი კითხვა დავსვათ, არ წყდება ეს არის თემა, რომელზეც არ წყდება განცხადებები, მათ შორის მსოფლიო ლიდერების მხრიდან, აი მაგალითად გუშინ გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერციმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მომხდარი ზელენსკის განცხადებებზე სპონტანური რეაქცია არ ყოფილა და მოხდა მისი მიზანმიმართული ესკალაცია. აი თქვენ რას ფიქრობთ, ტრამპის სპონტანური რეაქცია თუ მიზანმიმართული ესკალაცია? რა იყო ის, რაც რამდენიმე დღის წინ ნახეთ? თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ტრამპი დახვდა კიდეც მანქანასთან და ძალიან მეგობრულად ვითარდებოდა სიტუაცია, მაგრამ დაიძაბა და ცოტა უცნაური ბოლოს შემოღებული ესეთი ის არის, რომ ჯერ პრესკონფერენცია იმართება და მერე ღონისძიება, წესით ჯერ ღონისძიება იმართება, ხოლმე მერე პრესკონფერენცია და პრესკონფერენციის გარეშე შეიძლებოდა ახლა ეს მინერალებზე შეთანხმება არ არის ისე დიდი საკითხი, რომელსაც თქვათ მინისტრების დონეზე ვერ მოაწერდნენ ან ასე შემდეგ. თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა და აი თუ დავაკვირდებით, სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჯერ პიჯაკებზე იყო საერთოდ ჟურნალისტიც არ იყო ის ადამიანი, ვინც კითხა, ბლოგერი იყო და იქ რაღაც თავისი პირადი კავშირების გამო შეძლო იქ მოხვედრა და რომელიც ეს კითხვა ცოტა ამოვარდნილი იყო იმიდან, რა ქვია, კონტექსტიდან, როდესაც ამხელა საკითხებს საუბრობენ ომისა და მშვიდობის. ანუ ტოვებდა შთაბეჭდილებას რისას, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო რაღაცა წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილი? არ ვიცით ზუსტად ასე იყო თუ არა და ამას მე როდესაც წლები გავა მოგონებებში ალბათ დაწერენ, როგორ იყოს სინამდვილეში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც არ აქვს. შეიძლება პირიქით გაუმხიზლების, იგივე ევროპის გაუმხიზლების თვალსაზრისით შეიძლება ზოგი ჭირი მარგებელიას პრინციპით თუ მივჭელებ, შეიძლება კარგიც იყო გამოამჟღავნა ის საკითხები, გააშიშვლა მოვლენა მის საკითხები, რომელიცსაც ყველა გრძნობდა
და ყველა მაინც გაურბოდა ამაზე საუბარს, იგივე ვთქვათ იმაზე, რომ თუ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ისრაელმა 100%-ით გაზარდა საკუთარი სამხედრო სამრეწველო პროდუქციის გამოშვება, ევროპამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 30%-ით გაზარდა, მაშინ როდესაც ეს ომი ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს. და ახლა ლონდონში ამ სასწრაფოდ მოწვეულ შეხვედრაზე გადაწყდა შეიარაღების მიწოდების გაზრდაც, უფრო მეტი კოორდინაცია, უფრო მეტი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. ამ თვალსაზრისით ეს კარგი იყო გამოფხიზლების თვალსაზრისით და იმისთვის, რათა ევროპას კიდევ ერთხელ შეეგრძნო, რომ საკუთარი უსაფრთხოება თვითონ უნდა უზრუნველყოს და კარგი ეს ჩვენთვისაც არის, რომ ევროპა იქნება არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული რბილი ძალა, არამედ სამხედრო პოლიტიკური ძალაც, იგივე შეერთებული შტატებისგან ავტონომიურობის ამერიკის პოლიტიკის გათვალისწინებით ევროკავშირს და ევროპულ სახელმწიფოებს ბევრი თვალსაზრისით უწევთ გადაწყობა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ დღეს უნდა იყოს ხო ეს ამბავი, დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ აცნობებს, ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს, რაც მხოლოდ ძალაზე შეიძლება დამყარდესო. ეს არის ციტატა მისი განცხადებიდან. ანუ ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორი და ვითარების ადეკვატურია ევროპული სახელმწიფოების ნაბიჯები? ნაბიჯებს დავინახავთ კიდევ, ჯერ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც დაწყებულია, მთავარი არის პროცესი დაიწყო. ნაბიჯებს დავინახავთ, იმიტომ რომ ერთ და ორ დღეში იმ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ამოქოქვას ვერ შეძლებენ. დრო არის საჭირო ამისთვის, რამდენიმე თვე მინიმუმ გვექნება პერიოდი, როდესაც დავინახავთ როგორ ამუშავდა ევროპა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის გერმანიის დაბრუნებას ვეძახი იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ მემარჯვენე ცენტრისტები, ქრისტიან-დემოკრატების სახით, რომლებსაც ძალიან მკაფიო პოზიცია აქვთ უკრაინასთან მიმართებაში და ეს სამეული, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია ტრადიციულად ევროპის მამოძრავებელი ძალა ერთ პოზიციაზე არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ იგივე დიდი ბრიტანეთი არ არის ევროკავშირში, ამას არ აქვს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ სამეულის ერთ პოზიცია, იმას რომ ეს სამეული ერთ პოზიციაზე არიან. გერმანია თავის ეკონომიკური პოტენციალით და საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოგესწრებათ ევროპაში ეს ორი ქვეყანა, რომელსაც ბირთვული შეიარაღება გააჩნია და მათ შეუძლიათ ბირთვული ქოლგის შეთავაზება მთლიანი ევროპისთვის. კი ბატონო, და ბოლოს ისევ ამერიკის შეერთებული შტატები და ამჯერად მისი პოზიცია ნატოსა და გაეროზე, აი მაგალითად ილონ მასკი, რომელიც ტრამპის გუნდს წარმოადგენს, იზიარებს მოსაზრებას, რომ დროა შეერთებულმა შტატებმა დატოვოს როგორც ნატო, ისე გაერო. მოვლენების ასეთ განვითარებას თუ ელოდებით და რა შეიცვლება ამ შემთხვევაში ერთი მხრივ შეერთებული შტატებისთვის და მეორე მხრივ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის და აქვე ხომ არ არის სამართლიანი ის პრეტენზიები, რომელიც ნატოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია, მაგალითად ფინანსური კონტრიბუციის თვალსაზრისით ამერიკის გაცილებით მაღალ წილზე და მონაწილეობაზე, ვიდრე ეს აქვს ნატოს სხვა რომელიმე წევრს. ახლა ძნელია იმის თქმა ილონ მასკის განცხადებას, რამდენად მოყვება რეალური ან არ მოყვება რეალური ნაბიჯები შეერთებულ შტატების მხრიდან და ამას დავინახავთ. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ ევროპული ქვეყნები შეჩვეული იყვნენ რა შეერთებული შტატებისგან სამხედრო უსაფრთხოების სფეროში გარანტიებს, ნაკლებს ხარჯავდნენ, მაგრამ ახლა სწორედ როდესაც ეს გამოფხიზლების პროცესი მიდის, ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ზრდიან თავიანთ სამხედრო ბიუჯეტს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით შტატების პრეტენზიები საფუძვლიანია? საფუძვლიანი იყო და არის, ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა სამხედრო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას მთელ ევროპის კონტინენტზე. ახლა ეს როდესაც მინელდა, ასე ვთქვათ, შემცირდა,
ახლა უკვე ევროპული ქვეყნების დიან საკუთარ ბიუჯეტებს, სამხედრო ბიუჯეტებს. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. ზურაბ ბატიაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.